საინფორმაციო პროგრამა სტუმრებთან ერთად ვაგრძელებს დღეს უჩვეულო ფორმატში გავალთ ეთერში სერიოზული გადაცემის სერიოზული სტუმარი და მისი პატარა შვილიშვილები შობას მოგილოცავენ თქვენ ძვირფასო მაყურებლებო. საღამომშვიდობის ბატონოგია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანდით, შობას გილოცავთ. ასევე და პირველი შეკითხვა რაც იქნება, აუცილებლად უნდა გამაცნოთ ჩემი სტუმრები. ესენი არიან ჩემთვის ძალიან მთავარი ადამიანები, ესე რომ ვთქვათ, პირველად ეს არის გიორგი თევთორაძე ჯუნიორი, ეს არის ანასტასია თევთორაძე, ჩემი ყველაზე ესეთი რა ქვია მთავარი ბრძანებელი, როგორც ვეძახი და ჩემი მთავარი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში. თქვენ დღეს პირველად ხართ ჩემთან სტუდიაში და როცა ჩვენ ვისაუბრებთ, თქვენ აი ამ კამერას უნდა უყუროთ და ისე უნდა მიპასუხოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს და ვიდრე ბაბუასთან გადავიდოდე სერიოზული კითხვებით, აუცილებლად უნდა გკითხოთ, თუ იცით დღეს რა დღესასწაულია. ცოტა ხმამაღლა. ქრისტეშობა. ჯუნიორმა თუ იცის? ვინ მოგილოც? ქრისტეშობაა, ხო? გუშინ ალილოზე იყო. ბაბუასთან იყო მოსული, დიდ ბაბუასთან იყო მოსული და ასე ოჯახის წრეში დადის და ეს იყო ძალიან სასიამოვნო ქრისტეშობის. პირველად იყავი? არა. წინა წელსაც იყავი და საჩუქრები გაჩუქეს? საჩუქრები არა, მაგრამ კამფეტები და ფულები გაჩუქეს? და რაში დახარჯე ფულები? აღარ გახსოვს. თუ მოგწონს ეს დღესასწაულება, ეს უთხარი. კი. დღესასწაულები უყვარს. ანასტასიას? ეს არის ძალიან გულწრფელი, ძალიან ალალი, ძალიან ხალისიანი და სიცოცხლის მოყვარე თაობა, ეს არის ის თაობა, რომელიც მე ღმადავა დარწმუნებული ამაში აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე და სხვა სიფრთხეზე გაიყვანს საქართველოს, გაცილებით პრაგმატული, გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანი და გაცილებით უფრო ესეთი, როგორ გითხრათ, ნიშანდობლივი და საფუძვლიანი წარმოდგენის მქონე თვითონ ერთ პატარა პასაჟს გავიხსენებ, აი ჯორჯიკოს ვეძახით ჩვენ გიორგი ჯუნიორს სახლში, ეს ანასტასია შერქეული სახელია, პეპა პიგი ყველა მიცის ალბათ საქართველოს. ჩვენ კიდევ ერთი სახელი ვიცით ანასტასიასი, ბაბუას უბროშკას გეძახდა. ბროშკას ვეძახი. ხო და აი ჯორჯიკოს ვკითხე რამოდენიმე დღის უკან, როდესაც მისი ბები არ იყო საქართველოში, რომ მე ვთხარი თუ მოგენატრა მეთქი მაგათ ხო და კიო მითხრა თუ გიყვარს მეთქი მე ვთხარი და შემოbrunდა და მითხრა რო არ მიყვარდეს მაშინ რატომ მომენატრებო მიზეზ შედეგობრივი ლოგიკური საფუძველი არის აი ამ თაობის არსებობის მთავარი წყარო საფუძველიც და პიედესტალიც რაზეც ისინი დააშენებენ რომ დარწმუნებული მომავალ საქართველოს. ვიდრე ბაბუას ვკითხავდე როგორი იყო 2024 წელი, მე მინდა ანასტასიას ვკითხო, გასული წელი რომელიც გავაცილეთ და ახალი წელი მოვიდა. როგორი იყო შენთვის? კარგი წელი იყო, გიხარო და ხო არ აბრაზებდი მშობლებს? მე მომეწონა, მაგრამ ცოტა მშობლებს აბრაზებდი. აბრაზებდი და მე თოვლის ბაბუა მოგიტანა საჩუქარი მაინც ახალ წელს? და საჩუქარი მოგიტანა? და პლანშეტის кейსი და პიანინო. და პლანშეტის პასტა. შენ რა მოგიტანა ჯორჯიკო? მე ველოსიპედი, მარსის ექსპერიმენტები და კოსმოსური ტელესკოპი. ჯორჯიკოს კოსმოსი ძალიან აინტერესებს კოსმოსი. და პლანეტები იცის უყველა? აბა რამდენად და სისტემაში ჩამოთვალე? არ მჯერა. მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ოჯახ ჯორჯიკოს. და ვინ უნდა გამოხვიდე? კალაბურთელი და კოსმონავტი არა და მარტო კალაბურთელი. ხო, ჯერ გადაწყვეტის პროცესში ვარ. იცი რა, ეგ არის ესეთი განჯის პროცესში ვარ, მაგრამ მთავარია რომ ჩვენ мотиваცია გვაქვს ვიყოთ კალაბურთელი, ისიც ხო მაღლა მიდის და თან ვიყოთ კოსმონავტი. ქალბატონ ბროშკას ვინ უნდა რომ გამოვიდეს? მე მინდა ექიმი რომ გამოვიდეს. ძალიან ისეთი ხო ბანანი. ბავშვების თუ დიდების ექიმი? ჯერ არ გადაგიწყვეტია. ახლა ბაბუას მოусმინოთ და ვკითხოთ როგორი იყო 2024 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი, იმიტომ რომ იყო წყალგამყოფი. ეს იყო წელი, როდესაც ჩვენ მივხვდით რა ჩვენი მანკიერი მხარე და ეს იყო წელი, როდესაც მივხვდით რა არის ჩვენი ძლიერი მხარე. ჩვენი ძლიერი მხარე ეს არის ერთად ყოფნის უნარი, მაშინ როდესაც ეს არის ეგზისტენციალური საჭიროები ჩვენი ქვეყნისთვის. მე ესე მგონია.
და ეს იყო წელი, როცა ჩვენ დავარწმუნდით ერთ ძალიან მთავარ და საერთო ღირებულებაში, ჩვენ ავართ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ცივილური სამყაროს ორგანული ნაწილად გახდომისთვის წყალებში ვიტყვი განწერული ერი, რასაც ყველაზე უფრო დიდ საფუძველს უქმნის ჩვენი ერთიანობა და ხალხის საერთო ნებისყოფა. მე ვერ ვიტყვი, რომ ქვეყნისთვის და იმ გადაწყვეტილებებთასაც გულისხმობ რუსულ კანონს, გულისხმობ ხელისუფლების დეკლარირებულ სვლას ევროპიდან, სხვაგან, სხვა მიმართულებით, რუსეთისკენ, უკუსლისკენ, თქვათ ამ მიმართულებით იყო წარმატებული წელი, მაგრამ ეს იყო წელი, როდესაც ჩვენ ყველა ერთად მივხვდით ერთ მთავარ რაღაცას, ლუსტრირებულია ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში, მეფე შიშველია და ქართულმა საზოგადოებრივ მისმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ყველაზე უფრო ნაკერბ როლს და ფუნქციას თამაშობს ახლა მთელს იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რაც მიდის ამ ქვეყანაში. მთავარია მისმა ხალხმა, მთავარმა პროცესების მდგენელმა და შემოქმედმა ქვეყნის აწმოსი და მომავლის იცის საით უნდა წავიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ ამისებს. აი ეს წელი იყო ეს. ყველაზე მეტად რომელი დღესასწაული გიყვართ? ახალი წელი, აღდგომა, თქვენი დაბადების დღეები, რომელია თქვენთვის უფრო საყვარელი დღესასწაული? შემთხვევა. რომელი დღესასწაული გიყვარს? დაბადების დღე და ახალი წელი. დაბადების დღე და ახალი. სადაც საჩუქრები არის, მეტი ის დაბადების დღე უფრო მეტად უყვართ. შენ ჯორჯიკო? ესეთი საპატიო მერკანტილური გასაგები. მე საჩუქრის რომობილთან და კიდე თოლის ბაბას რა ვაწყობ გუნდებით და კიდე ჩემი დაბადების დღე. ოჩა, იმიტომ რომ სულ ვაქვთ ხოლმე საჩუქრები. დღესასწაულის ხალხია ესენი ნამდვილად. ოღონდ ერთი რაღაცა ეციანო, უყვართ სამშობლო. ხო, უყვართ სამშობლო. შეწყობილ. ვინ ახართ თქვენ ქართველები? ძალიან ლამაზები და კარგი ქართველები ხართ თქვენ. თქვენი ბაბუა იყო ჩვენი ქალაქის მერი. ქუთაისის მერი. როგორი იყო თქვენ დროს ბატონო გია შობა ჩვენ ქალაქში? ალბათ განსხვავებული არა იმ შობისგან, რაც არის დღეს, თუმცა განსხვავებული შობა არის იმ გამოწვევებით და ეგზისტენციალური პრობლემებით, რაც არის, მაგრამ განსხვავებული არა, იმიტომ რომ მაშინაც და ეხლაც უამრავ ოჯახს უჭირს და უამრავი ოჯახი გვხვდება ღირსეულად და შესაბამისად აი მნიშვნელოვან დღესასწაულს და ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც წლების განმავლობაში გააჩნია ქართულ სახელმწიფოს. აი სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი საზოგადოების ერთი მთავარი მნიშვნელოვანი გამოწვევაც, ერთი მთავარი ესეთი მნიშვნელოვანი სწორი გეზიც, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ცივილური სამყაროს ნაწილი, რომელიც გაცილებით უფრო მეტი სოციალური უზრუნველყოფით, გაცილებით მეტი უფრო ესეთი ფინანსური უზრუნველყოფით ხასიათდება და იქ ადამიანებს გაცილებით მეტად აქვს დაცულობის, სოციალური უზრუნველყოფის და ფინანსური უზრუნველყოფის შეგრძნებაცა და ესეთი რეალური შანსიც. ეგ არის მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისიც რა არის, თამამად ალბათ ჩემი დროის შობა რითი განსხვავდება დღევანდელი შობისგან. მიუხედავად მაშინ არსებული უამრავი პრობლემებისა, ეს მზარდი პრობლემა იყო. დღეს გაცილებით მეტი ქართული ოჯახი არის მატერიკის სხვადასხვა მხარეს, ან უარე შემთხვევაში ოკეანის სხვადასხვა მხარეს. ან ევროპაში არის გაბნეული, საქართველოს ევროპის ნაწილია და ვთქვათ იტალიაში, ესპანეთში მცხოვრებია ჩვენი თანამემამულეები დღეს და საქართველოში მათი ოჯახის ნაწილი, ევროპის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ერთი მთლიანი ოჯახია. მაგალითად, ჩემი შვილები აი ამ ახალწელს და შობას დღეს ამერიკაში ხვდებიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეგ არის ესეთი მთავარი, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მელანქოლიის, სევდის და ერთგვარი რაღაც გარკვეული გამოწვევის და ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემის საფუძველი ჩემთვის და მაგასთვის, რომ ყველა ოჯახი საქართველოში უნდა იყოს ერთიანი. ყველა ოჯახს უნდა ქონდეს საქართველოშივე რეალიზების, გამოკვების, თავის პოვნის და საკუთარი მომავლის, საკუთარი ხელით შექმნის შესაძლებლობას და საშუალებას. ეგ არის მთავარი. კი ბატონო, გეთანხმებით. მე მინდა ბავშვობაში დაგაბრუნოთ და გკითხოთ. აი ჩვენს ბავშვობაში როგორი იყო შობა? ეხლა ბავშვობა საოცარი პერიოდია. ანტუან სენ-ეგზიუპერი ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოდიართ და მეორე ჩვენი ქართველი გენიოსი ოთარ ჭილაძე ამბობდა, რომ ადამიანი ღმერთიდან მოდის და ბავშვობაში უფრო ახლო არის ღმერთთან და იმიტომ არის ჩვენთვის ყველაზე უფრო ბედნიერი პერიოდი. მაშინ ღმერთთან ჩვენ უფრო მეტად ახლოს ვართ, ეს არის ბედნიერი პერიოდი. ბავშვობის შობა აბსოლუტურად სხვა არის, ფერებით, სუნით, შეგრძნებებით, თოვლით და რა ვიცი, აი რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია გქონდათ ოჯახში, რომელიც თქვენ გახსოვთ და აი ანასტასიას და ჯორჯიკოს თუ გადასცემთ ამ ტრადიციას. ღვეზელი, საშობაო ღვეზელი ეს იყო ბებიასთან დაკავშირებული ტრადიცია იყო ჩემს ოჯახში.
და სხვათა შორის ბებია 2007 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა. და 6 იანვრიდან გააგრძელა მაკამ ეს ტრადიცია. თქვენ გიყვართ საშობა უღვეზელები? გაგიკეთათ გუშინ მაკამ? მოდი დედიკამაც დედიკომაც გააკეთა. ბაბუაზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ მაკაზეც მინდა ბებიაზე გკითხოთ. კარგი ბებია მაკა? ძალიან აი, ვისთან უფრო მოგწონთ სახლში ყოფნა? ბაბუასთან ერთად თუ მაკასთან ერთად თუ ორივე როცა? ორივესთან ორივე? ძალიან დამაინტრიგებელი კითხვა რა. რომელთან უფრო საინტერესოდ ატარებთ დროს? ორივესთან მაინც გიასთან არ ვინ უფრო გიჩვენია მეტად ბიჭიროა? გაძლევ თავისუფლებას ეს თქვით ახლა. ორივე ორივეო ბავშვმა თქვა. ორივე. არ არის გულწრფელები მგონიან, ჯერ უნდა ვერაფასებენ სიტუაციას. ჯორჯიკო მელანქოლიკია და ესეთი პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა აქვს. ანასტასია სანგვინიკია უფრო, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა მასაც აქვს. და ერთი მთავარი თვისება რაც აქვს ერთსაც და მეორესაც ეს არის ალბათ მე ვფიქრობ რომ ამათი თაობისთვის ისეთი საერთო თვისებაა და ეს არის უსაზრო სითბო, სიკეთე, კეთილები არიან ძალიან. შეუძლიათ უსაზრო გაცემა. მე ვფიქრობ რომ აი ამ თავამ უნდა შეასრულოს ერთი მთავარი ფუნქცია დღეს საქართველოს სინამდვილეში რომ რაღაც გარკვეული ჩიხიდან, რაღაც გარკვეული ესეთი როგორ გითხრათ ახლა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვიყენოს საქართველოს. მეორე ნაპირი, რომელზედაც ძალიან დიდი ხანია ჩვენ საუბრობთ, ეს არის რაღაც ისეთი საკრალური ფუნქცია და საკრალური იდეა ფიქსი საქართველოსთვის, სწორედ ამ თავამ უნდა გაგვიყენოს საბოლოო ჯამში. თუმცა ჩვენც ახლა ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ პატარა ბორანი მაინც აუშენოთ, მათ რომ ამ მეორე ნაპირზე გავიდნენ. კი ბატონო, მე ვიცი რომ ანასტასია არის სკოლის მოსწავლე. და ჯორჯიკო? მე შენ სკოლის მოსწავლე ხარ? პირველშია. ოჩახ. პირველი. და როგორი მოსწავლეები ხართ? კარგად სწავლობთ? შულაც არ არის მოგზადებული, ხო? მეცადინეობა არ გეზარებათ ხოლმე სახლში როცა ბრუნდებით? ხანდახან კი და ხანდახან არ ხანდახან არა, ხო? სადმე წრეებზე თუ დადიხართ, ან ცურვაზე, ან მათემატიკაზე? მე ინგლისურზე დავდივარ სკოლის მასწავლებელთან მოსამზადებელზე და მუსიკაზე მუსიკაზე და რაზე უკრა პიანინო? პიანინოზე და სოლფეჯიოზე ოჩახ. არა, პიანინოზე უკრავს და სოლფეჯიოზე დადის. და ჯორჯიკო? მე კალათბურთი. ვინ არის შენი საყვარელი კალათბურთელი? 23 ნომერი. 23 ნომერი, მე არ ვიცნობ კარგად კალათბურთელებს და რა გვარია? მატი დორტანი. ვაუ. NBA-ში უნდა ითამაშო შენც? არ ვიცი. ჯერ საქართველოს ნაკრებში, ხო? არ ვიცი. ჯერ რა გადაწყვეტილი. ჯორჯიკო იმდენად პასუხისმგებლობის გრძნობიანია, რომ იმაში რაშიდაც არ არის დარწმუნებული, არასოდეს არ პასუხობს პირდაპირ გადაწყვეტით. მისი ერთი პასუხი არის არ ვიცი და ეს არ ვიცი უნდა მოვაშლევინოთ აუცილებლად, იმიტომ რომ მეტი თავდაჯერებულობა ჭირდება, თავდაჯერებულობა ზასაკი მოუწევს, ალბათ ან არა ჯორჯო. ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, აუცილებლად უნდა ვკითხო ჯორჯიკოს საჩუქრები შენ დაუწერე თოვლის ბაბუას, რაც გინდოდა, წერილი გაუგზავნე? კი. და ჯერ არ არსებობს თოვლის ბაბუა თუ ვინმე სხვა არის? ოჯახის წევრი თუ ნამდვილად ლაპლანდიიდან მოდის? ლაპლანდიიდან მოდის, იმიტომ მე მივხვდი რომ უკვე თოვლის ბაბუ იყო. როგორ მივხვდი? ჩემ დედაშვილთან შევხედე რომ თოვლის ბაბუ ლაპარაკობდა საჩუქრებზე. აიმე? ამას შეხედა. ჩუმად მოусმინე? არა, ჩვენმა დედამ განახას ჩემ დედაშვილებს მიულოცა თოვლის ბაბუა მახალი წელი. ბუხრიდან ჩამოვიდა? ის არსებობს. ბუხრიდან ჩამოვიდა თუ იცი? ახალი წელი მიულოცა ტელევიზორში. ტელევიზორში. და თქვენთან საუკეთესო ასაკში არის. საუკეთესო ასაკში არის. მე ამ თავდაჯერებულობას ცოტა ეცლება ხოლმე საფუძველი, მაგრამ თავარი არის, ეგ რაღაცა თავარი ესეთი პოსტამენტი რჩება, რადგანაც ყოველთვის დააშენებ მე შენს ნატრალს, ოცნებებს და თავს. ოცნება სიტყვა მანდამაინც აღარ მიყვარს ისეთი ცოტა გაუფერული ჩემთვის, მაგრამ ძალიან კარგი მცნებაა ოცნება. და იდეა ფიქსი ექნება ერთ ძალიან მნიშვნელოვანი.
რომელსაც აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო ჯამში. თქვენ ტელევიზიაში თუ იყავით აქამდე ნამყოფი და გადაცემაში თუ მიგიღიათ მონაწილეობა? არა, ხო? ხო, აი, მაშინ მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თქვენ დიდები რო გაიზრდებით და ბევრჯერ იქნებით მიწვეული ტელევიზიაში, როგორც საუკეთესო ექიმი, როგორც ცნობილი კალათბურთელი. ყოველთვის გაგახსენდებათ, რომ პირველი ქუთაისში იყავით ტელევიზიაში, სტუმრად, მეგატივიში. ხო? ბაბუასთან ერთად. ჩვენ ერთხელ ვიყავით ტელევიზორში. აი, ესე გადაცემაში თუ იყავით? კი? ესე პირველი არ ყოფილა, ანასტასია იყო და ჯორჯიკო პირველად ჩვენთან იყო გადაცემაში. ჯორჯიკოს დებიუტი ეგ არის. ჯორჯიკოს დებიუტი ეგ არის. ეხლა თქვენმა ბაბუამ მიულოცოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქელებს შობა და მერე თქვენ, კარგი? რას უსურვებდით, ბატონო გიორგი? პრაქტიკულად აი წინა ჩვენი საუბრის ნაწილი შეეხებოდა ჩემს თავალსურს, რომ ძალიან მინდა რომ ყველა ქართული ოჯახი იყოს ერთიანი. ეგ არის მთავარი გამოწვევა. მინდა რომ ის პრობლემა, ის გამოწვევა, რომელიც დღეს გვაქვს, არ კონდეს ანასტასიას და ჯორჯიკოს თაობას და ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური კურსი იყოს ერთხელ და სამუდამოდ გარკვეული და ყველა ქართველს კონდეს თვითრეალიზების და საკუთარ ქვეყანაში არსებობის შესაძლებლობა და საშუალება. ულების სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და უამრავი წელი ყველა ჩემს თანამომავლებს და განსაკუთრებით ჩემს ქუთაისელებს, ჩემს თანამოქალაქეებს. მე მინდა რომ ქუთაისი იყოს პერსპექტივის ქალაქი და არა მხოლოდ ისტორიის, კულტურის და რაღაც ისეთ ლეგენდებში არსებული ქალაქი, როგორიც ახლა ჩვენ გვიყვარს, ძალიან ვეფერებით, მაგრამ აი პერსპექტივის ქალაქად უნდა ვაქციოთ ეს ყველაფერი. ანასტასია, მოგვილოცი თუ შეიძლება შობა და ახალი წელი. რას გვისურვებთ? შვიდობას და სიყვარულს. შვიდობა და სიყვარული გქონოდეთ ყოველთვის თქვენც. შენ რას გვისურვებ, ჯორჯო? გილოცა შობას და რალავას დაისწარით. რალავას დაისწარით, აი? შენ ხარ საუკეთესო ბიჭი. ეს კაი კაცია ძალიან. ეს საოცარი გოგო არის, ეს კაი კაცი. კაი, კიდე ერთი შეკითხვა მექნება, ვიდრე წახვალთ. რომელ სკოლელები ხართ? მესამე საჯარო. მესამე საჯარო? შენ პირველ სკოლაში ხარ, მესამე საჯარო. პირველ კლასელი. ხო და მესამე საჯარო. ორმაგად ძვირფასი სტუმრები მყოლია მე, იმიტომ რომ ჩემი თანასკოლელები ხარ, თქვენ სწავლობთ ყველაზე მაგარ სკოლაში. წარმატებებს გისურვებთ. ბრავო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ჩვენი გადაცემით ჩვენ შევეცადეთ ჩვენი მაყურებლებისთვის გვეჩვენებინა როგორები არიან პოლიტიკოსები. ოჯახებში მართალია თქვენთან არ ვიყავით სტუმრად, მაგრამ თქვენი ოჯახია სტუმრად და ვნახეთ როგორი უშუალო, საინტერესო, ყურადღებიანი დამოკიდებულება გაქვთ ბაბუას და შვილიშვილებს ერთმანეთთან. თქვენს გელით ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა. მრავალშობას დაესწარით ძვირფასი ტელემაყურებლებო, მშვიდობა, ხვავი, ბარაქა, ბედნიერება და უფლისყალობა არ მოკლებოდეთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის ერთმანეთში ხვდებით ხვალ 20-სა და 30 წუთზე მეგატივის არხზე.